ახლა კი სხვა თემები დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია აჭარის პოლიტიკურ პოლიგონზე დიდი ვნებათა ღელვა ამ წუთებშიც თბილისიდან ისეთ წყვეტენ აჭარის მთავრობის ბედს რომ ადგილობრივებს არაფერს ეკითხებიან აცხადებს ოპოზიცია არჩევნებამდე ზუსტად 3 თვით ადრე მოხსნეს არჩილ ხაბაძე რადგან სავარაუდოდ მისი ართურ სახარბიელო რეიტინგის გამოოცნებას აჭარაში არჩევნების წაგებას უწინასწარ მეტყველებდნენ როგორც ჩუმად დაუცებ მოხსნეს ხაბაძე ასევე ჩუმად დაუცებ დანიშნეს ზურაბ პატარაძე ოღონდ პრეზიდენტის ხელი ჯერჯერობით წმუნებულად პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა დაითხოვა გიორგი მარგოლაშვილის ამ ქმედებას აჭარის ყოფილი ლიდერი ლევან ვარშალომიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევს ვარშალომიძემ საზოგადოებას კონსტიტუციის ჩანაწერი გააცნო პრეზიდენტს აღნიშნული ქმედება შეეძლო გამოეყენებინა ორ შემთხვევაში პირველი როცა მთავრობის მოქმედებით ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნა და მეორე როცა მთავრობა ვერ ახორციელებდა მისთვის მინიჭებული უფლებების შესრულებას დღეს აჭარის მთავრობის მეთაური უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცონ პატარაძეს უმაღლესი საბჭოს 20 წევრიდან 11-ის ხმა სჭირდება აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტის დასაკავებლად ოპოზიციისთვის მისი კანდიდატურა მიუღებელია პატარაძის დამტკიცების შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მინისტრების კანდიდატურებთან დაკავშირებითაც უნდა იმსჯელოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის სრული შემადგენლობა 2 დღის წინ გადააყენა მიზეზი კი ასე ახსნა ამ გადაწყვეტილების მთავარი мотиваცია აჭარის მოსახლეობის ინტერესების დაცვა იყო ეს იყო აჭარის ხელისუფლების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის სავალდებულოდ გადადგმული ნაბიჯი თუ ვინმეს მიაჩნია რომ გარდა იმისა რომ არც ერთ აჭარელ მოქალაქეს არ შეექმნას პრობლემა უფრო მაღალი პრიორიტეტი არსებობს ჩემთვის ეს არგუმენტი არის სუსტი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარგოლაშვილი ამბობს რომ პატარაძის კანდიდატურა შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და ცენტრალურ მთავრობასთან ანუ არა რეიტინგული მთავრობისგან შექმნილი არჩევნების წაგების საფრთხე კვირიკაშვილმა მარგოლაშვილის ხელით ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე მოაგვარა რა ხდება ამ წუთებში აჭარაში და ეყოლება თუ არა დღეს ახალი მთავრობა მურმან დუმბაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი გვერდება ეხლა პირდაპირ ეთერში მე მას მივესალმები მადლობა ბატონო მურმა რომ ხართ ჩვენთან ერთად შეგვიფასეთ გადაწყვეტილება ოპოზიცია აცხადებს რომ როგორც ჩუმად და უკითხავად მოხსნეს არჩილ ხაბაძე ასევე ჩუმად დანიშნეს პატარაძე როგორ განვითარდება აჭარაში პროცესები Kalvatonga პირველ რიგში მე უნდა დაგეთანხმოთ იმ საქმეში იმ საკითხთან დაკავშირებით რომ ძალიან მარტივ საქმეს წყვეტს როცა 21 საუკუნის სოფლიო ძალიან აწეცილია საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს გულისხმობ და ბუნებრივია უსამძიმრებთ ყველა ჩვენ დღეს ყველა საფრანგეთის მომხრეები ვართ და საფრანგეთთან ვართ ეს პირველი ეხლა რაც შეეხება იმ მნიშვნელოვან საკითხს რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს პროცედურა პოლიტიკური პროცედურა უნდა გითხრათ რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ ვერც ოცნების ხელისუფლებამ ვერც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ვერც შევარდნაძის ხელისუფლებამ ვერც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ განსაკუთრებით ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა ის უმნიშვნელოვანესი პრობლემა რასაც გვია საქართველოში თვითმმართველობის განვითარება ადგილობრივი ინიციატივების აღება ადგილობრივი პასუხისმგებლობები ინიციატივის წამოსვლა ქვემოდან ზემოთ ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა და მე ვფიქრობ რომ საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის სტატუსის შესახებ უნდა შეიცვალოს და ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგეთ ამ საქმეს როგორც ჩანს აქ პრობლემა დევს უკვე კონსტიტუციურ კანონში მე ცოტა ქრონიკაზე უნდა გადავიდე და რამდენიმე წუთით რამდენიმე წინადებით უნდა გითხრათ რა ხდებოდა ამ 25 წლის განმავლობაში ზვიად გამსახურდია სრულიად უკანონოდ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით ასლან აბაშიძეს ნიშნავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს 91 წლის მარტში ამ დროს ასლან აბაშიძე არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი ანუ უმაღლესი საბჭოს არა წევრს ნიშნავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ ღვევს რა საქართველოს კონსტიტუციას არ ღვევს რა მორალურ და ზნეობრივ პრინციპებს არ ღვევს პოლიტიკურ პრინციპს და კაცი რომელიც არ არის უმაღლესი საბჭოს წევრი ინიშნება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ის არის ბელადი ის არის ლიდერი ის არის ძალიან გავლენიანი პიროვნება მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა რომ ასეთი რამ არ დაეშვა ასლან აბაშიძე დათანხმდა ამ
კანონობას და რა მივიღეთ 13 წლიანი ავტორიტარული რეჟიმი და 13000 გამოსვლა 13000 მიტინგი უამრავი ცრემლი უამრავი კანონდარღვევა და შედეგი დასრულდა რევოლუციით და ასლან აბაშიძე არის გამდევნილი სახელმწიფოდან სეპარატისტული ხელისუფლება გაიდევნა ასლან აბაშიძე წავიდა სამშობლოდან რაც არის დასანანი დააკვირდით ახლა რა ხდება 2004 წელს როცა უკვე მეორეჯერ ვიჩევთ თავრობის თავმჯდომარედ მართალია ეს ხდება კონსტიტუციურ ფარგლებში ასე ვთქვათ გარეკილი უმაღლესი საბჭოს ნაცვლად საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიშნავს პირდაპირ საპრეზიდენტო მმართველობას ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ვარშალომიძეს მართალია კონსტიტუციის ფარგლებში იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაადგა მაგრამ ისევ რევოლუციურ ფონზე და რა ხდება 8-9 წლის განმავლობაში სუპერცენტრალიზებული სახელმწიფო არჩევნებს ააგებს ვარშალომიძე რეგიონში და ვარშალომიძე დიდი ხნით გადაიხვეწა სამშობლოდან და რამდენიმე დღის წინ შემოვიდა სამშობლოში ესეც ძალიან ცუდი ფაქტი ეხლა ნახეთ რა ხდება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ცოტა ნათელი წერტილი თითქოს საარჩევნო ბიულეტენით თითქოს საარჩევნო ყუთთან თითქოს ქვედადონის ინიციატივით შერჩეული ხაბაძე მაგრამ უნდა გითხრათ რომ ჩვენ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შევთავაზეთ ალტერნატიული კანდიდატები სამწუხაროდ საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს არის ჩემი აზრი და არა მარტო ჩემი აზრი ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია ყველაზე სუსტი კანდიდატი თავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძე და დაახლოებით 2-3 თვეში ჩვენ მას უთხარით რომ აჭარის რეგიონში არ ხორციელდებოდა სახელმწიფო ხელისუფლება ეს იყო ბავშვების ბიჭბუჭების ეს იყო მეჯვარეების ნათლულებისა და ნათესავებისა და ნათლიების ასე ვთქვათ სამფლობელო ამ ახალგაზრდამ ვერ გაიაზრა რა სახელმწიფოში მივიდა რა ბატონო ანუ კლანური მმართველობა თქო რასაც იყო სულ ბრალდებები ხაბაძესთან დაკავშირებით მე ვერ ვიტყოდი არა ეს იმდენად კი ბატონო ვერ ვიტყოდი ეს არის კლანური მმართველობა ის იმდენად სუსტი იყო იმდენად არაპოლიტიკური პირი იყო იმდენად უპარტიო იყო იმდენად ლოიალური იყო სახელმწიფოსთან ურთიერთობაში მე არ ვარ დარწმუნებული რომ არჩილ ხაბაძეს რომელიმე არჩევნებში მონაწილეობაც კი მიიღო ამიტომ კლანურ მმართველობას ვერ დავარქვევ მე ვფიქრობ რომ აჭარის მთავრობობის არსებობის ისტორიაში არჩილ ხაბაძე იყო ყველაზე სუსტი მმართველი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არაერთ გზის დავსვით საკითხი მაშინდელი უმრავლესობის მიერ აჭარის უმაღლესი საბჭოდან პირადად მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა რომ დამდგარიყო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი გამაგვეცხადებია მისთვის უნდობლობა გადაგვეყენებინა არჩილ ხაბაძე და ჩაგვენაცლებილა სხვა უფრო ასე ვთქვათ უფრო მყარი და პოლიტიკაში გაწაფული ადამიანი ასეთი არ გაკეთდა და აი უკვე 6 ივლის მიმდინარე წლის 6 ივლის არჩილ ხაბაძემ თავად რატომ ბატონურმა იმიტომ რომ 3 თვით ადრე გახდა აუცილებელი აჭარაში ცვლილებები ვინაიდან ოცნებას ყველა უწინასწარმეტყველებდა საარჩევნო კრახს აჭარაში ამან გამოიწვია ეს სასწრაფო ცვლილებები თუ აქამდე არავინ ითვალისწინებდა თქვენს სრულიად გეთანხმებით ქალბატონო ინგა შემახსენეთ და მე მინდა ერთი ნიშნულოვანი დეტალი გითხრათ რომელიც განსაზღვრავს კვირიკაშვილ ხაბაძის ურთიერთდამოკიდებულებას როცა ხაბაძე ჩვენ შევთავაზეთ ბატონ ბიძინას ფინანსთა მინისტრის პოსტზე ბიძინამ გადაითამაშა და ის აწია ასე ვთქვათ თავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის ჭრილში და როცა ბატონი ბიძინა ეკითხება კვირიკაშვილს მაშინ ჯერ კიდევ ცენტრალური მთავრობა დამტკიცებული არ არის რომ აი თქვენ როგორც ბანკის მმართველი ის ადგილობრივი ასე ვთქვათ რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელი იყო თქვენ რა სიტყოდით მისი კანდიდატურის შესახებ კვირიკაშვილის პასუხს გეუბნებით პირდაპირ სიტყვასიტყვით ის ამბობს რომ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ის გამოდგება მაგრამ მე ვერ ვიტყვი გამოდგება თუ არა ის თავრობის თავმჯდომარის პოსტზე ანუ თავიდანვე კვირიკაშვილი რომელიც მაშინ ჯერ არ იყო პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა არჩილ ხაბაძის დანიშვნას აჭარის ლიდერად და ეხლა როცა უკვე კვირიკაშვილი არის პრემიერი მან მოახერხა მოხსნა ხაბაძე და პრეზიდენტის ხელით აიცილა ეს საფრთხე რასაც ერქვა არჩევნების წაგება ეს ცვლილებებს მოიტანს სიტუაციურ ცვლილებებს მე ვფიქრობ რომ მე ვფიქრობ რომ პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა კვირიკაშვილმა ძალიან კარგად სადღაც მარტი-მაისის თვიდან მე უკვე მესმის კულუარებში განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ლიდერების მხრიდან რომ მათი დამოკიდებულება ხაბაძის მიმართ შეიცვალა და მე მივხვდი რომ ეს ცვლილება გამოწვეული იყო არა იმდენად რამდენადაც ხაბაძე მათ
მათ სხვანაირი წარმოედგინათ. არამედ ეს დამოკიდებულება შეიცვალა კვირიკაშვილის ხელისუფლების შემდეგ და როგორც ჩანს კვირიკაშვილის დაკიდა გარკვეული დრო როცა შესავალში ვთქვი რომ კვირიკაშვილმა მოახერხა და პრეზიდენტის ხელით განახორციელა და აიცილა თავის ტკივილი რაც შეიძლებოდა მისთვის ყოფილიყო აჭარაში ხაბაძის სახით ხო ანუ მე სწორი ანალიზი გამიკეთებია რომ ეს იყო კვირიკაშვილის გადაწყვეტილება პირადი და არა დაუშვა დანარჩენი ქართული ოცნების რა თქმა უნდა, სრულიად გეთანხმები, კვირიკაშვილმა დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილი, რომ ხაბაძით საარჩევნოდ გასვლა, საარჩევნო ყუთთან მისვლა პრაქტიკულად იყო კრახი, ქართული ოცნების წაგება და ამიტომ კვირიკაშვილმა ბუნებრივია, უკვე აქ ერთვება საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ინსტიტუცია, ასეა კანონით, ასეა კონსტიტუციით. დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია, ბატონურმა. აი აქ სწორედ მე 91 წელი იმიტომ ვახსენე. აქ იმიტომ ვახსენე პრეზიდენტის უნებული 2004 წელს. აქ იმიტომ ვახსენე 2012 წლის ასე ვთქვათ, ყველაზე სუსტი კანდიდატურის შერჩევა. ჩვენ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ დავძლიეთ უკიდურესი ცენტრალიზაცია. ჩვენ ხელისუფლებები უნდა გადავანაწილოთ ქვედა დონეზე, კომპეტენციები უნდა გადავანაწილოთ ქვედა დონეზე, ჩვენ პასუხისმგებლობები უნდა ავყიდოთ ადამიანებს ქვედა დონეზე. დააკვირდით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი იყენებს თავის დისკრეციას და იმის სანაცვლოდ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხაბაძე უკვე გადადგა პრაქტიკულად 6 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან, საქართველოს პრეზიდენტი კონტრასიგნაციული წესით, ანუ კვირიკაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი ჩვენ გვაქვს, ერთდროული ხელმოწერით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. ანუ მარგველაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, ამას გეკითხებით ბატონურმა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახეთ დააგვირდეთ საქართველოს კონსტიტუცია რას ამბობს. იმ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, იმ შემთხვევაში თუ მთავრობის თავმჯდომარე გადადგება, მას ავტომატურად მოყვება უფლებამოსილების შეჩერება აჭარის მთავრობისა და უფლებამოსილება შეუჩერდა და ის გრძელდება, ის ასრულებს დროებით მოვალეობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე. გადაყენებული, ასე ვთქვათ, გადამდგარი ხაბაძე ისევ გადააყენა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რაც უკვე არის კონსტიტუციის დარღვევა. გადაყენებულის გადაყენება კონსტიტუციაში ასეთი ბატონურმა რა მოხდება დღეს? რა მოხდება დღეს? რა მოლოდინი გაქვთ? ზურაბ პატარაძეს ყოფნის ხმები? მე შემთხვევით არ გავიხსენე აბაშიძე. აბაშიძე მაშინ დაეთანხმა კონსტიტუციის დარღვევას. აბაშიძე დაეთანხმა უზნეო მორალური გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, როცა არა დეპუტატი გახდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამ შემთხვევაშიც გადავდივარ ზურაბ პატარაძეზე, ამ შემთხვევაშიც პატარაძე ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რაც რა გადაწყვეტილებას მიიღო კვირიკაშვილ, ასე ვთქვათ, მარგველაშვილის კონტრასიგნაციულმა ქაღალდმა. ახლა ჩვენ ხო ვიცით, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის დარღვეული, ჩვენ ხო ვიცით, რომ საქართველოს კანონი არის დარღვეული. ამ შემთხვევაში ზურაბ პატარაძეს უნდა ეყოს პოლიტიკური გამბედაობა და უნდა თქვას, რომ ამ ადგილზე ნამდვილად საქმე არის მოსაწესრიგებელი. კაცი, რომელიც მოპარვით მოდის ხელისუფლებაში, კაცი, რომელიც ჩუმად მოდის ხელისუფლებაში, გუშინ ფრაქციებთან ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილის და არავინ არ იცოდა, რომ ამ დროს ზურაბ პატარაძე დანიშნული იყო, ასე ვთქვათ, რეგიონში ეს პრეზიდენტმა როცა ფრაქციებს ხდებოდა არ მიაწოდა ინფორმაცია? არა, უფრო მეტიც, ქალბატონი მედია ვასაძე, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ეკითხება ბატონ ავთანდილ ბერიძეს ამის შესახებ, იცით რამე, რომ სახელმწიფო რწმუნებულად ვიღაცა ამბობს, რომ ის რწმუნებულად არის დანიშნული, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხრები აიჩიჩა და თქვა, რომ მე ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. ეს გააკეთეს შეგნებულად და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ცენტრალურ ხელისუფლებას დღესაც 20 წლის წინათ, 30 წლის წინათ კომუნისტების დროსაც მოყოლებული 1921 წლიდან იგივე დამოკიდებულება აქვს რეგიონის მიმართ, რა დამოკიდებულება ჰქონდა? ანუ ცენტრი ისე წყვეტს ადგილობრივ დონეზე პოლიტიკას, რომ არაფერს ეკითხება ადგილობრივებს, ეს არის მთავარი პრეტენზია. ბატონურმა გამოიწვია თუ არა მთელი ეს ცვლილებები ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლამ აჭარაში? მოდით პირდაპირ მიპასუხეთ ამ შეკითხვაზე.
მე მოგიყევით მოკლე ქრონიკა თუ როგორ დაიწყო ასე ვთქვათ ხაბაძის გადაყენების პროცედურა კირიკაშვილის მოსვლის შემდეგ ცხადია რომ ხაბაძე უკვე ხელისუფლებიდან მიდიოდა თუმცა ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლამ შესაძლებელია ეს უახლოესი დღეების ასე ვთქვათ პროცედურა დააჩქარა მაგრამ მე მაინც მგონია რომ გადაწყვეტილება კირიკაშვილს დიდი ხანი აქვს მიღებული და რა მოხდება დღეს გადავდივარ ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება უზენაეს საბჭოს მიმართ ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება ადგილობრივი მთავრობის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება რეგიონის მიმართ რეგიონის მოსახლეობა მარიცის რომ 2016 წლის 13 ივლისიდან უკვე 13 14 15 აჭარის პირველი პოლიტიკური პირი არის ზურაბ პატარაძე ის უკვე ხელფასხებულობს მას დანიშნული ყავს ადმინისტრაცია მას ემსახურება სახელმწიფო მანქანა ისიც ხელფასხებულობს გადასახადის გადამხდელი ჯიბიდან და მოსახლეობა ამის შესახებ არ იცის აქ რა დასკვნის გაკეთება შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება რომ უმაღლეს საბჭოს გინდა პოზიციას გინდა ოპოზიციას პრეზიდენტ და კვირიკაშვილი ეუბნება მე არ მაინტერესებს თქვენ აწევთ თუ არა ხელს იმ შემთხვევაში თქვენ კანდიდატურას ჩააგდებთ მე ასე ვთქვათ ზურაბ პატარაძე სახელმწიფო რწმუნებულად მაინც დანიშნულებს მას ეყოფა დღეს ხმები ხელისუფლებას უკაცრავად რომ დამტკიცდეს აჭარის მთავრობა და უნდა დაგემშვიდობოთ ბატონო მურმან კი ბატონო, უნდა სამწუხაროდ უნდა გითხრათ რომ ვერც ერთი ასე ვთქვათ კოალიციიდან გამოსული პარტიული სუბიექტები, ეს არის ფორუმი, ეს არის რესპუბლიკელები, ეს არის მრეწველები, რომლებიც ასე ვთქვათ კოალიციიდან გამოვიდნენ, პრაქტიკულად ყველა ხელს აძლევს, ხელს წევს, ხარდაჭერას უცხადებს და ძალიან ლოიალურ დამოკიდებულებაში არიან ამ პროცესში. ანუ დღეს აჭარას ეყოლება უკვე ახალი მთავრობა. დიდი მადლობა მურმან დუმბაძეს მე შემიძლია გადასტურებით მე დადასტურებით შემიძლია გითხრათ რომ რამოდენიმე წუთში აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარე გახდება ზურაბ პატარაძე იმ ხალხის მხარდაჭერით რომლებიც თითქოს არიან ოპოზიციაში ეს არის ნაყიდი ხმები ეს არის თაღლითური ხმები და ეს არის კონსტიტუციის გაყალბების ხარჯზე მოპოვებული წარმატება მადლობა მურმან დიდი მადლობა მე მინდა წარმატება გისურვოთ ეს იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის არჩევნები აშკარად იქნება 2016 საარჩევნო ეპიცენტრი მძიმე წონიანთა ბრძოლაში საარჩევნო ფრონტის ხაზი როგორც ჩანს აჭარაზე გაივლის ჯერ არ ვიცით ვის გამოიყვანს ოცნება მთავარ ლიდერად ამ არჩევნებზე ნაციონალები ლევან ვარშალომიძის ლიდერობით გამოდიან რომლის ასე ტრიუმფალურ ჩამოსვლასაც უკავშირდება გარკვეულწილად